მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის მეოთხედფინალი საქართველო-ინგლისი და ამ ორი წყვილიდან მოგებული გავა ნახევარფინალში. საქართველოს ისტორია დაიწერა, ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, ნახევარფინალში კიდევ უფრო მაგარი ისტორია იქნება დაიწყო და პირდაპირ შეტევაზე გადადიან ჩვენები. ჩვენები არიან წითლებით, ისინი ისფრევით. ინგლისი ძალიან ძლიერი გუნდია, ჰარი კეინი და ბელინგჰემი ყავთ ძლიერი და ბევრი ვიღაცა კიდე. გავათანაბრეთ კვეკვესკირი, კვარაცხელია კიტეიშვილმა, არაზუსტი დარტყა თუ არა, გავხსნიდით ანგარის. ინგლისთან გაგვიჭირდება მოგება. დავითაშვილმა დაბლოკა, ლობჟანიძე, მიქაუტაძე. დავითაშვილი და კოჭორაშვილმა წაართვა ბურთი და არა თამაშ გარეში იყო კვარაცხელია თუ არა მეკარესთან პირისპირ იყო თან ცარიელი იყო კარი მოპრუნდებოდა გოლს გაიტანა მაგრამ ვერ გაიტანა აბა ახლა ისინი პასუხობენ არა აპრესინგებენ მაინც რა არიან ასეთები პრესინგი აშვილს და ლობჟანიძე საბოლოოდ კარგად დააპრესინგა, მაგრამ მაინც დაიბრუნეს ბურთი და მამარდაშვილმა ხელებში აიღო და დვალმა დაბლოკა თუ არა გოლი იქნებოდა. დავითა და გაექცა დავითაშვილის ბურთი და გაათამაშეს ინგლისელებმა. შეტევაზე არიან კიდე ბელინგჰემზე პასი გააკეთა და სამწუხაროდ ჰარი კეინმა ანგარიში გაგვიხსნა 1-0 და საქართველოს დაგვიწინაურდა ინგლისი. კეინის არის პირველი გოლი. გავათამაშეთ მიქაუტაძე, დავითაშვილი, ჩაგდება საჯარი მოშიდა არის 1-1 კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელია რა ქვია მას ხვიჩა კვარაცხელია რა ქვია მას ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გამთანაბრებელი კვარაცხელია 1-1 და არა უცდით ნახევარფინალს ბელინგჰემი მოდის შეტევაზე და შეაჩერეთ და კაი არა ზუსტად დაარტყა გადაურჩით მამარდაშვილი პასი კვეკვესკირზე კვეკვესკირი ჩაკვეტაძე დავითაშვილი მიდის შეტევაზე პასი მიქაუტაძე და კუთხური დაუბლოკეს ჩაგდება კვარაცხელია და მეკარეს მისცა პირდაპირ ხელებში არ და პირდაპირ გოლი უნდა და გაათამაშა მეკარე შოუ პასი არ გამოუვიდა მაგრამ მაინც კეინი მოდის არი კეინი შევაჩერეთ და ჯამ შეჩერება ამ კარგმა პრესინგმა ჯარიმაც მოგვიტანა არა უშავს რაც თავია ბარათი არისო და ლობჟანიძემ ჩაჭრა პასი მიქაუტაძე კვარაცხელია კონტრშეტევა ხვიჩა კვარაცხელია არა კვარაცხელია მიქაუტაძე დარტყმა არის 2-1 ვიკებდე და დაუწინაურდით მიქაუტაძე და კვარაცხელია გოლის ავტორები არის აბარა სადა გვაქვს წასაგები და შემოგვიტიეს გვიპასუხეს ბელინგჰემი მოდის მაგრამ დამთავრდა ტაიმი და არაცა და შეტევა და მეორე ტაიმიც დაიწყო და გაათამაშა ბელინგჰემმა კეინი მოდის ბელინგჰემზე ბელინგჰემი რა არის ასეთი და კეინი აპრესინგებთ მაინც არჭის კვეკვესკირმა ჩაჭრა
მიქაუტაძე კვარაცხელია კვარამიდია კვარამ დაიბრუნა ბურთი კვარა დარტყმა მეკარი მაიღო პირდაპირ ხელებში და გაათამაშეს ტრიპერმა პასი საკარს გაუკეთა საკარმა კეინი მოდის შეტევაზე უნდა გადაურჩეთ აქ ფორდერი და პრესინგ ამდენი ადამიანი აპრესინგებს და კეინმა გაგვითანაბრა სამწუხაროდ მაგრამ არა უშავს გათანაბრებად არა უშავს თავარი არ დაგვიწინაურდნენ და გათანაბრებას არა უშავს აი კეინის ლამაზი გოლი კარგი გაათამაშა მიკაუტაძემ კვარაცხელია კიტეიშვილი ლობჟანიძე და ლობჟანიძეს ცუდი პასი გამოვიდა უკან და კონტრიერიშის შანსი აქვს მაგრამ ჩაჭრა კვირკველიამ გოჩორაშვილმა დაიბრუნა ბურთი კვარაცხელია ჯაკვეტაძე არა ფოდენის მოაქვს ბურთი და ბელინგჰემი საკარი ლოჩოშვილი აპრესინგებს არ გამოუვიდა პრესინგი და 3-2 სამწუხაროდ და შესაძლებელია ვეღარ გავუთანაბროთ რადგან 73 წუთია და დავამშვიდობოთ ევროპის ჩემპიონი კვარაცხელია კიტეიშვილი მაგრამ იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ რადგან ჩვენები დღეს ძალიან კარგ ფორმაში არიან ინგლისელებს 2 ყავთ სათადერგო სკამიდან კვარაცხელიას არა კაი პასი და გოლი ითვლება გავათანაბრეთ გოლი ითვლება არის არა უცდით აი ნახევარფინალი ჩვენია ინგლისელები იქ მიმდინარეობს კიდე იტალია შვეიცარია ესპანეთი პორტუგალია და საფრანგეთი სლოვაკეთი თამაში და იქ ირკვევა კიდე ნახევარფინალში ვინები გავლენ პორტუგალიადან ესპანეთიდან რომელიც მოიგებს იმას შევეჯიბრები საკმაოდ რთული მეტოქი ყავს პორტუგალიამ რომ მოიგოს პორტუგალია შეგვეჯიბრება ესპანეთიც ძლიერია ასე რომ ნახევარფინალში თუ გავედით ცუდად არის ჩვენი საქმე მაგრამ რამენაერთ მაინც უნდა მოვუგოთ კვარაცხელია ლობჟანიძე მიქაუტაძე და 4-3 ვიგებთ ნახევარფინალში გავდივართ ვიგებთ აბარა ძალიან კარგია ულაპარაკობდი გამეპარა ისა გამეპარა თამაში და უცებ რა კაი შეტევა და რა გოლი ამასობაში შეუკავიდა და გალაგერი შემოვიდა ბელინგჰემი კეინი ათამაშებენ სოკარი მოდის ლოჩო დააპრესინგი ახლა ბოლო წამებში არ გაგვიტანოს თუ არა ვერ მოვიგებთ გადაურჩით სრულიად შეძლო გოლის გატანა მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ააცილა გომასი გამოდის და ხეთი შემოვიდა მამარდაშვილი კვირკველია აიწელავენ დროს კვირკველია ლოჩოშვილი კი ესე უნდა გავწელოთ დრო რომ მოვიგოთ კვესკირი მაღალი გადააგდო და ამასობაში დამთავრდა თამაში და ნახევარფინალში ისტორია დაიწერა საქართველოს ნახევარფინალშია და დაუპირისპირდება პორტუგალიას ხოლო საფრანგეთი შვეიცარიას რადგან შვეიცარიამ იტალიას მოუგო საფრანგეთი